რა არის შედეგი ფსიქოთერაპიაში და როგორ გამოიყურება შედეგი, როცა ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს. სიტყვა მუშაობაც რაღაცნაირი სიტყვაა. მე ადრე მახსოვს ერთ არაჩვეულებრივ გეშტალტ თერაპევტს, რომელიც ნიდერლანდებიდან ჩამოდის ხოლმე საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში და ატარებს ხოლმე ტრენინგებს, სუპერვიზიებს და ასე შემდეგ. შეიძლება ვინმე მიცოდეთ კიდეც დიპლომპა, ასე ჰქვია. მას კითხეს, რომ რითი მუშაობთ ხოლმეო? აი რა ტექნიკებით მუშაობთო, გეშტალტს როგორ ამუშავებთო გეშტალტით კლიენტებსო რა და იცით რა უთხრა? ძალიან დამამახსოვრდა ეს. მე არ მუშაობო, მე ადამიანებს ხვდებიო და ხანდახან თუ ვიგრძენი რომ შეიძლება რამეში დამეხმაროს გეშტალტიო, გეშტალტსაც ვიყენებო. და მე იქცივარ და 4 წელია ვსწავლობ გეშტალტს, ეგეთი ვიყავი, მაგრამ რას ვიცოდ, სიმართლე თქვა ამ ადამიანმა. კი, გეშტალტს ვსწავლობთ, კი, ვიღაცები ფსიქოანალიზს სწავლობენ, არიან ხალხი, ვინც სწავლობს კოგნიტიურ ბიჰევიორულ თერაპიას, ამას, იმას, ძალიან ბევრი სკოლებია დღეს. მაგრამ აქ მთავარი ის არის, რომ უბრალოდ თერაპიული ურთიერთობა არის ადამიანთან შეხვედრა. ამ სიტყვის ძალიან ღრმა მნიშვნელობით. ეს არის სულ. და აღარ მახსოვს რომელ წიგნში ამოვიკითხე, მაგრამ ძალიან სანდო წიგნში და წყაროში ვნახე ეს, რომ ნამდვილი კონტაქტი არის მკურნალი და არა რაიმე ტექნიკები, რაღაც მიდგომები და ასე შემდეგ. ჩვენ ადამიანები ერთმანეთს მკურნავთ ხოლმე კონტაქტის დროს. და ეს არ არის ცალმხრივი, არამედ ორმხრივი პროცესია. ესე იგი, საკითხი ასე დგას, როგორ დავხვეწო ჩემი კონტაქტის უნარი. ეს არის ალბათ განვითარების გზა, ხო? კონტაქტში თან არ მოიაზრება მხოლოდ ადამიანებს შორის კონტაქტი. ადამიანი კონტაქტში არის ბუნებასთან, სამყაროსთან, გარემოსთან, საჭმელთან, ბატონო ჩემო, ტანსაცმელთან, ყველაფერთან, რაც არის შენი კანის მიღმა. შეგიძლია რომ შეხვიდე კონტაქტში და საკუთარ თავში კიდე კონტაქტი ცოტა ისეთი გამოსაყენებელია, მე ჩემ თავს ვეკონტაქტები რომ ამბობენ ხოლმე. ჩემ თავს კი არ ვეკონტაქტები, ვრეფლექსირებ ჩემ თავში. და ვაკვირდები მას და ვსწავლობ და ასე შემდეგ. მაგრამ კონტაქტი მაინც მოიაზრებს ჩემ კანს მიღმა არსებულ რეალობას. შემომიერთდინა ნიკო, რა თქმა უნდა. მოდი. ხო და იმის თქმა მინდოდა რომ მაშ აი ასეთ პირობებში რა შეიძლება დავარქვათ, რას შეიძლება დავარქვათ შედეგი, ხო? შედეგი ძალიან განუსაზღვრელია, საკმაოდ განუსაზღვრელია ფსიქოთერაპიაში. თუმცა რა თქმა უნდა არის. შედეგი რო არ იყოს, ეს იქნებოდა ყავაზე მკითხაობა. და როგორ ხდება ეხა შედეგის განსაზღვრა? ეხა რა განსაკუთრებული მახასიათებლები აქვს თერაპიაში შედეგს? ერთი ის, რომ აი თუ მაგალითად სიცხის დამწევს მიიღებ, ზუსტად იცი, რამდენ ხანში დაგიწევს სიცხეს და რამდენ ხანში ისევ გაივლის მისი მოქმედება და ისევ აგიწევს სიცხე. ანტიბიოტიკებს როცა უნიშნავენ ადამიანს, აი დაახლოებით იციან, 90% იციან, რამდენი დღე უნდა დალიოს, ან რომელი სპექტრის უნდა დალიოს ამა თუ იმ დაავადებასთან მიმართებით, რომ ეშველოს ასე ვთქვათ და მოკვდეს ის მიკრობი, რომელიც მის ორგანიზმს წამლავდა და ასე შემდეგ. ანუ სამედიცინო სფეროში საკმაოდ განსაზღვრულია ხოლმე შედეგი. ასევე იციან ხოლმე ოპერაციას რო ატარებენ, დაახლოებით რამდენი საათი დაჭირდება ამ ოპერაციას, აი საკმაოდ განსაზღვრულია. მეორე სხვა ფსიქოთერაპიაზე ასე არ არის. ის ფაქტი, რომ დღეს სიტყვაზე თერაპიაზე მოხვედი, ჩაეწერე და 1 საათი სესია ჩაატარე, არ ნიშნავს, რომ დღეს საღამოს სახლში წახვალ და რაღაცა შედეგს მოიმკი. მაგრამ არც იმას ნიშნავს, რომ ესე არ იქნება. შეიძლება ეგრეც მოხდეს. მაგრამ მეორე მხრივ ის ფაქტი, რომ შედეგი არსებობს, როგორ მე ჩემ თავზე როგორ გამოვცადე, იმიტომ რომ არ ვიცი სხვა სკოლებში როგორ არის, მაგრამ გეშტალტ თერაპიაში თუ შეგინდა რომ თერაპევტი გახდე, ძალიან ბევრ ინდივიდუალურ და ჯგუფურ თერაპიის სესიებს გადიხარ. წესია ესეთი, ანუ შენ როცა აბარებ საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში, რომელსაც აქვს ევროპული ცენზი და აკრედიტაცია, რა დამემართა ღმერთო. აი მაგ ინსტიტუტში ასეთი წესია. ზუსტად ამიტომ აქვს ევროპული აკრედიტაცია, რომ
ესე კი არა რომ მე მივედი ახლა ეს ჯამრთელი და ეს მშვენიერი არსება ვისწავლი ახლა თერაპიას და იმ საწყალოდ რა ქვია პრობლემების მქონე ხალხს დავეხმარები. ეს არის აბსოლუტურად ანტითერაპიული მიდგომა და როგორ გითხრათ, ცოდნის მდგომარეობა. ცოდნა აქ არ არის. ეს არის ილუზია. და ამიტომაც ეს ილუზია რო კარგად გაიფანტოს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები ვართ და ხანდახან ახლა რომ იგრძნობს ადამიანი ალბათ რომ მას რაღაც ენერგია აქვს, დახმარების სურვილი აქვს, ეს აქვს, ის აქვს და სიტყვაზე ხედავს რომ ვიღაცა დეპრესიულ ბუნება განწყობილებაზეა ამ დროს, ხო? რა თქმა უნდა ჩდება განცდა რომ მე შემიძლია რომ ამას დავეხმარო და მოდი დავეხმარები. და ასე აბარებენ ხოლმე რა. მაგრამ იქ რო ჩააბარებ, მე ისინი საქართველოს ეროვნულ გეშტალტ ინსტიტუტში ძალიან დიდ ხანს გატარებენ ჯგუფურ და ინდივიდუალურ თერაპიებზე. და მეც გავლილი მაქვს ეს. ისედაც მიმართავს ხოლმე თერაპიისთვის, მე ყოველთვის მაინტერესებდა თერაპიული პროცესი, სანამ მე თვითონ გავხდებოდი თერაპევტი ან სტუდენტიც კი. ხო და რა ხდებოდა, ეხლა მე როგორ გამოვცადე შედეგები, ასე ვთქვათ რა, და საერთოდ რა შედეგზე არის საუბარი. უშუალოდ თერაპიის მერე შედეგი რაც მე მიგრძნია, უშუალოდ, გამოვედი თერაპიის კაბინეტიდან, რა მიგრძნია? მიგრძნია შემსუბუქება, მიგრძნია რაღაცნაირი გამთლიანება სხეულთან, მიგრძნია რომ საჭმელი უფრო გემრიელი გამხდარა, ფერები უფრო მკვეთრი და მკაფიო გამხდარა. ანუ ნახეთ ეს რას ნიშნავს, ჩემი გრძნობის ორგანოები დასტიმულირდა. რატო დასტიმულირდა? იმიტომ რომ დაცვის მექანიზმი მომეხსნა თერაპიაზე, როგორც ჩანს. ეს არის მოკლევადიანი შედეგები, იქვე იმ წამს რომ დგება, ხანდახან, ყოველთვის არა. კიდე ყოფილა განცდა რომ დავიცალე რაღაცნაირად რა, როგორც იქნა ამოვთქვი სათქმელი. ასევე ყოფილა თერაპიის შემდგომ რამდენიმე საათი რომ რაღაცა მკვეთრი და მკაფიო ემოცია მქონია, რომელიც აქამდე თურმე შემჩნეულიც არ ყოფილა. ანუ ამოტივტივდა შინაარსი, რომელიც არ ცნობიერდებოდა, ხო? და ასე შემდეგ. კიდე თვითონ თერაპიაზე მქონია განცდა, რომ მივთქვი ახლა ეს ძალიან კარგი თერაპევტის ნიშანია, სხვათა შორის, მე არაჩვეულებრივი თერაპევტები მყავდა. ხო და თერაპიაზე რომ ვზივარ და რაღაცას ვამბობ და მე თვითონ რომ მიკვირს, რომ ეს მე ვთქვი, ეს მე ვიყავი, ვინც ეს თქვა, ესეც შედეგია. ნახეთ, მე განდევნილი მქონდა რაღაც ჩემ თავში. და თერაპიის დროს რაღაცა ვთქვი და გამიკვირდა, რომ ღმერთო, ამას მე ვამბობ, ეს ჩემი სიტყვებია და კი, ჩემი სიტყვებია. და თერაპევტმა შემიქმნა გარემო და შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ ჩემი არაცნობიერიდან თავისით ამოტივტივდა რაღაცა შინაარსი, რომელზეც მე წარმოდგენა არ მქონდა და გაკვირვებული დავრჩიო, ეს მე ვთქვი, ღმერთო. ეს არის იქ დაიმჟამად იქვე მოცემული შედეგები. ეხლა მოდი ვისაუბროთ ცოტა გრძელვადიან და ხანგრძლივ შედეგებზე. იმიტომ რომ ეს განმუხტვა არაჩვეულებრივია, რა თქმა უნდა. თუმცა ალბათ თერაპიაზე ადამიანები უფრო გრძელვადიანი შეკვეთით მოდიან, რომ რაღაცა ტრავმა მაქვს პირობითად, რომელიც შევნიშნე და ჩემ ცხოვრებაზე დიდ გავლენას ახდენს წლებია. და აღარ მინდა და მინდა რომ აქედან გავთავისუფლდე. ეს არის უფრო ისეთი შეკვეთა, ხო, ხანგრძლივი. რასაც ახლა ერთი თერაპიით და ორი სესიით ვერ გააკეთებ. შეიძლება გააკეთო, ოღონდ ეს იშვიათია. ეხლა რა არის ეს გრძელვადიანი შედეგები? რამდენიმეს ჩამოვთვლეს, შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, მოკლევადიანიც ბევრად მეტია. დამეთანხმებით, უბრალოდ ეხლა ამ წუთში რაც მახსენდება და რაც თან, ასე ვთქვათ, ჩემივე გამოცდილებით ხშირია, ხო, ესეც საკითხებს გეუბნებით. ეხლა გრძელვადიანი შედეგი რა შეიძლება რომ იყოს? დღეს ეხლა სოციალურად ჩვენ რაღაცა წნეხი გვაქვს თითოეულ ჩვენგანს. და ერთ-ერთი გავრცელებული წნეხი მაგალითად არის, რომ ადამიანს დისკომფორტზე აქვს ფობიური შიშები. ვაიმე დისკომფორტი. და ასეთივე ფობიური შიშები აქვს ხოლმე ვაიმე შეცდომა. კიდევ ასეთივე ფობიური შიშები არის ხოლმე მესამე კატეგორია, მე რაც მინახავს, ვაიმე დამჩაგრეს ან შემავიწროვეს და ეხლა რა ვქნა, იმიტომ რომ კონფლიქტი ხო არ შეიძლება. ანუ კონფლიქტის შიში. ესე იგი, აქ არის ხოლმე დისკომფორტის შიში, შეცდომის შიში და კონფლიქტის შიში. ძალიან გავრცელებული შიშებია. გამარჯობა ეკატერინე, სალამი. ხო და ეს დანარჩენი ახლა ბევრი სხვა რამეა, მაგრამ ეს სამი ძალიან პრევალირებს დღეს საზოგადოებაში და გრძელვადიან პერსპექტივაში ხა ნახეთ რა ხდება. თუ ადამიანს აქვს დისკომფორტის შიში
და დისკომფორტს რაც ძალდაღონე გაურბის და ირიდებს და ჩვენ ძალიან კრეატიული ტიპები ვართ რა, მაგრა შეგვიძლია რომ გავექცეთ ამ დისკომფორტს საკაიფოთ რა, აი დიდი რესურსი აქვს ადამიანს რომ დისკომფორტისგან გაიქცეს და ეხლა როგორ ცხოვრობ მე? ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ყველა ადამიანს, ვისაც მოუნდება რომ დისკომფორტი შემიქმნას, აქ უნარი რომ შეცვალოს ჩემი პოზიცია. ჩემი როგორც ფიზიკური მდგომარეობა, ისე ფსიქოემოციური მდგომარეობა, გადაწყვეტილებები. აი იმ დღეს შემხვდა ჯგუფში ერთი საინტერესო ანონიმურად ეწერა, რომ 30 წლის ქალი ვარო და ისინიო რა ქვია, ჩემი ოჯახის წევრები საღამოს 6 საათის მერე გარეთ არ მიშვებენო. და ეს ნორმალურიაო, ესეთი კითხვა დასვა. ხო და იცით როგორ არის, აი გეშტალტ თერაპია საკმაოდ კონფრონტაციულია, ანუ შეჯახებითი თერაპიული სკოლაა და აი რაღაცნაირად იმას მიქნა რა, ეს რო ეწერა და დაუწერე. რაშვებიან ფიზიკურად გიზღუდავენ მეთქი გარეთ გასვლის უნარს, ეს მეთქი კრიმინალია, შეგიძლიათ პოლიციას გამოუძახოთ. რა თქმა უნდა, ვიცოდი რომ ფიზიკურად არ უზღუდავენ, ვიცოდი ეს ადვილი მისახვედრია, ხო? წინააღმდეგ შემთხვევაში ჯგუფში ვერ დაწერდა ამას. ეგ უკვე ტრეფიკინგია, ეხა ადამიანს თუ შენ ჯაჭვებით აბავ, ხო? არაო, შენიშვნებს მაძლევენო და ვიღლებიო, ძალიანო და მირჩევნია არ მომცენ შენიშვნებიო და ვიყო სახლშიო. ნახეთ რამხელა კონტროლი აქვს აღებული გარემოს ამ ადამიანზე, იმით რომ მას შენიშვნის მიმართ გამძლეობა არა აქვს. ნახე, დისკომფორტს უქმნიან და 6 საათის მერე 30 წლის ადამიანი სახლიდან ვერ გადის. ზის სახლში. მე მესმის, იცი ეს თვითონ კულტურამ და იმავე აღზრდის გარემომ განაპირობა, ეს ადამიანმა თვითონ კი არ მოინდომა, რომ ესეთ მდგომარეობაში ყოფილიყო, რა სისულელია. პირიქით ნახე, მასში არის ბრძოლის განწყობა და ამიტომაც დაპოსტა იქ. დამეხმარეთო ფაქტიურად თქვა, ანუ ის უკვე ეძებს ახლა გამოსავალს აქედან, მიხვდა რომ რაღაც ისე არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო და ამით იმის თქმა მინდა, რომ თუ ძალიან დიდი ფობია აქვს აკიდებული ადამიანს და შიში დისკომფორტის, ხო, ყველაფერს შეუძლია მისი გაკონტროლება, სოციუმს, ოჯახს, უცხო ადამიანს ქუჩაში და ასე შემდეგ. ამიტომაც თერაპიული, აი გრძელვადიანი, ასე ვთქვათ, შედეგი ერთი ისიც არის, რომ შენ რო ეხა თერაპიაზე მიდიხარ და შენთვის უსიამოვნო შინაარსებს იქ ეხები, აჟღერებს, საუბრობ, ტირი ხარ, გული გტკივა. შემდეგ თერაპევტი, თუ გეშტალტ თერაპევტია მით უმეტეს ჩაგაჭერს და სადაც არ გინდა ყოფნა იქ დაგტოვებს ზუსტად და შემოგთავაზებს, რომ არ გინდა რომ დამცირების გრძნობასთან იყო, ან სირცხვილის გრძნობასთან. მოდი დარჩი ცოტა ხანი მაგ გრძნობასთან და რის გამო აკეთებენ ამას თერაპევტები, სადისტები კი არ არიან. ისინი უბრალოდ ფლობენ ელემენტარულ ცოდნას, ეს მეცნიერული ცოდნაა, რომ თუ რაღაცასთან ცოტა ხანს გაჩერდები და თვალებში შეხედავ და შეიგრძნობ და ასე შემდეგ, მიხვდები, რომ არც ისეთი კატასტროფა არ არის ეგ გრძნობა. და გამოიმუშავებ იმუნიტეტს. ეს აცრასავით მუშაობს. აცრის დროსაც ასეა. ყველაზე ეფექტური დაცვა არის აცრა, რო იცოდეთ. პატარა დოზას შეიყვანა ხოლმე. მადლობა და შენც კარგი დღე. პატარა დოზას შეიყვანა ხოლმე იმ რაღაც ვირუსის, რომელიც თქვათ მოძრაობს და ხალხს აავადებს და ის პატარა დოზა საკმარისია ჩვენი იმუნიტეტისთვის, რომ აიწიოს და მე გაუმკლავდეს უკვე დიდი დოზის ვირუსებს. ვეღარ გემართება ვირუსი. ასევე არის ფსიქიკაც. თუ შენ თერაპიაზე დაცულ გარემოში შეგიძლია 5 წუთი სირცხვილის გრძნობაში დარჩე და შეიგრძნო ის, ან დანაშაულის გრძნობა იქნება ეს ყველა გრძნობა არის გარკვეულწილად ძალიან საჭირო გრძნობა, მაგრამ მომეტებულად ეს გრძნობა, ამ გრძნობების მიმართ შიში და ფობია განაპირობებს, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც შეუძლია შენში ეს გრძნობები აღძრას, შენ გმართავს და იმანიპულირებს შენ. შეება ამაზე არც კი იფიქროს, არ დაჭირდება ფიქრი. გეტყვის, რომ ეს სირცხვილია და შენი ცხოვრება შეგიძლია, რომ ამ გადაწყვეტილების მიხედვით ააგო 50 წელი, 60 წელი იცხოვრო სირცხვილის არიდებით. დამეთანხმებით, რომ ძალიან დიდი გავლენაა, ხო, ადამიანის ცხოვრებაზე. და ამისგან გათავისუფლება არის ერთ-ერთი კარგი შედეგი, რაც თერაპიას მოაქვს. თვითონ იმ კონკრეტულ სირთულეებს რო თავი გავანებო, რაც იქ მუშავდება, ხო, არ ვიცი, ტრავმები, ნეგატიური მოგონებები თუ იქ აქ და ამჟამად არსებული კონფლიქტები, რისი განხილვაც მიდის და ფოკუსირებას აქ უდიდესი ძალა უკვე ადამიანის ცხოვრებაში, ხო? დროს რო უთმობ რაღაცას და აკვირდები. და მეორე სხვა ამ ნეგატივთან შეხება ნებაყოფლობით, ესე კი არა რომ მე გავიქეცი და ქვა აღმართზე მომეწია. ესეც კაი გამოთქმა. ვერ გავექცევი ნეგატივს, ანუ საქმე ამაშია. მე კი ძალიან ვცდილობ რომ გავექცეთ, დავემალო ეს ქნა ის ქნა, ის მაინც მომეწევა ქვა აღმართში და
თუ ჩემი ნებით შევხედავ თვალებში, ამ ხელა ძალა აღარ აქვს მე ჩემზე. ამიტომაც ერთი კარგი შედეგი არის აი ამ ფობიის გადალახვა. გავრცელებული ფობიაა ძალიან, რომ ვაიმე დისკომფორტი არ ვიგრძნო. იგრძენი დისკომფორტი. დასრული ადამიანი ძალიან დიდ რესურსებს ფლობს, რომ დისკომფორტში შეძლოს ყოფნა. და ცოტა ხანში შენიშნავ, აი 5 წუთშიც კი, რომ დისკომფორტი შენზე ასე აღარ მოქმედებს როგორც ადრე. და ეხლა მე ცხოვრებაში როგორ გადმომივიდა ეს, პირად გამოცდილებას გეტყვით. აი თერაპიაზე ხო განვიცადე დისკომფორტები ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, რა ვიცი, წლები ვიარე ხო? და ხანდახან ეხლაც მივმართავ, როგორც კი ვიგრძნობ, რომ დახმარება მჭირდება, მივდივარ, რა პრობლემაა, ეს ჩემთვის პირიქით ძალიან სასიამოვნო და საინტერესო პროცესია და დავრჩე დისკომფორტებთან ხო თერაპიულ პროცესში და ერთხელაც ცხოვრება მომიტანა რაღაც დისკომფორტი. საკმაოდ ისეთი კაფეო ხო, ყველა ცხოვრებაში არის ესა და ხედავ, რომ აი რაღაცა შინაგანი ნჯღრევის განცდა, რომელიც ადრე მახსოვს რომ მქონდა, ესეთ სიტუაციებში არ არის აქ. რა ხდება, გამიკვირდა ჩემი თავის. ხო და აი მაგ დროს მივხვდი, რომ აი ეს იყო შედეგი. ხო და თერაპიაზე რომ დადიხარ ახლა, ცხოვრება როდის მოგიტანს დისკომფორტს, ეს ამის განსაზღვრა შეუძლებელია, ხო? მაგრამ რომ მოგიტანს, მაგ დროს მიხვდები თერაპიამ რა შედეგი გამოიღო. ეს ერთი. მეორე, ესე იგი, შეცდომების შიში, რომელიც ასევე ძალიან გავრცელებულია და ნახეთ ახლა საქმე რაში არის. დისკომფორტის შიშიც, შეცდომების შიშიც და რაღაცა ნეგატიურ გრძნობებთან ყოფნის შიში ნებისმიერი, რაღაცა გარემოში აბსოლუტურად ადეკვატურია. ყველაფერი საერთოდ რაც არსებობს, თუნდაც პარანოია ავიღოთ, რაღაცა აქტუალობაში და რაღაც კონტექსტში ადეკვატური პასუხი არის. აქ მთელი, ასე ვთქვათ, ძაღლის თავი დამალულია იმაში, რომ მე რო ეხლა აქ და ამჟამად პირობითად შეცდომის მეშინია, აი ვაკის პარკში რო ვზივარ. და რომ მეშინია მაგალითად, რომ შეცდომით აქ რამე ღილაკს არ დავაჭირო და არ გავთიშო. ან შეცდომით რამე ისეთი არ თქვა, როგორც თერაპევტმა, რაზეც მე ხალხი გამომეკიდება, არ ვიცი. ან ასე შემდეგ. აი ძალიან თუ შეშინებული ვზივარ ამ შეცდომებზე თუ ვფიქრობ, ჯერ ერთი კონტაქტი მეკარგება თქვენთან, ვისაც ახლა გესაუბრებით მასეთ შემთხვევაში და მეორეც ახლა საკითხავია, რომ ადეკვატურია, აი შესაბამისია. აქ და ამჟამად რეალობის ეგ შიში რომ მე რამე არ შემეშალოს. მე მგონი არ არის. აი რამეზე რო ხელი დამეჭიროს, მაგალითად არაუშავს გავთიშავ. არავინ არ მოკვდება რა ამით, მაგრამ სამაგიეროდ თუ ვარ პირობითად რაიმე ომის ან რაიმე კრიმინალურ სიტუაციაში, აი იქ მართლა ღირს რომ მობილიზებული ვიჯდე, რომ რამე არ შემეშალოს. იმიტომ რომ სიკვდილსიცოცხლის საკითხი დამიდგება. მაგრამ შესაძლოა ჩემი ფსიქიკა, რომელმაც გამოსცადა ეგ სიკვდილსიცოცხლის საკითხი სადღაც იქ და იმჟამად ადრე. დღეს აქ ახლა ვაკის პარკში ზის და იმ რეალობას პასუხობს ისევ. ნაცვლად იმისა, რომ უპასუხოს ვაკის პარკის რეალობას. ეს უკვე შეცდომების შიშს რაც შეეხება. ანუ რაღაცა სიტუაციაში ადეკვატურია შეცდომების შიში, რა თქმა უნდა, თუმცა აქ და ამჟამად ახლა არ არის და ეს არის ხოლმე გადასამოწმებელი და ფსიქოთერაპიაზე შეცდომები არათუ ოკეია და მისაღებია, ძალიან ხშირად წარმოადგენს ხოლმე რესურსს. საინტერესოა ძალიან შეცდომა, აი როგორ ხდება, რეაქცია როგორია შეცდომაზე, შეგრძნება როგორია, მერე რა ხდება შეცდომის მერე, ან ეს შეცდომა როგორ გამოიყურება, ქვია შეცდომა თუ მართლა შეცდომა არის. წარსულში როგორ არის შეცდომებთან გამოცდილება, აი ზღვა ის არის რესურსი, შეცდომა თუ სადმე რამე მოხდა, თერაპევტის მხრიდან ან კლიენტის მხრიდან ორივე განშესაძლებელია, ხო, ეს ხსნის ხოლმე ძალიან დიდ პერსპექტივას, რომ აი ახლა როგორ ვიკონტაქტოთ ჩვენ. და რომ დააკვირდეთ, პირად ურთიერთობებშიც ასე არის. შეცდომები, როდესაც არის პირად ურთიერთობაში, იქ აქვს მერე წყვილსაც საშუალება, რომ გაერკვიონ და ან დაახლოვდნენ უფრო შეცდომის ნიადაგზე, ან რაღაცა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ პირობითად, ხო? ანუ საკმაოდ დიდი რესურსის მომტანია ყველა ურთიერთობაში და თერაპიულშიც მათ შორის. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვით თუ ადამიანი ციხეშია, ომშია, რაღაც კრიმინალურ სიტუაციაშია, იქ შეცდომები სულ სხვანაირად არის დანახული და აქედანაც ჩანს შეცდომის გზით, თუ შენ აკვირდები გარემოს და ფიქრობ, რომ აქ შეცდომა ოკეია და მისაღებია, ესე იგი სახლში ყოფილ ხარ.
შენთვის მშობლიურ ხარდამჭერ გარემოში ყოფილხარ. ნახეთ რამხელა ინფორმაციას მაძლევს. ეხლა მე შეცდომაზე შემიძლია უსასრულოდ ვილაპარაკო და გავჩერდები. და ვიტყვი რომ შეცდომის მიმართ ფობია ცხოვრებას აკარგინებს ძალიან დიდ გემოს. იმიტომ რომ ვერიდებით ხოლმე შეცდომებს და შეგვიძლია შეცდომების არიდება. არა და ძალიან დიდი გემო აქვს შეცდომის დაშვებას და ბოლო ეს სამყარო თუ მას დაუჯერებ დიდი აფეთქების თეორიას, რაღაცა შეცდომა მოხდა სამყაროში და ისე აფეთქდა. რაღაც გადაცდომა მოხდა. ასევე ძალიან ხშირად მებეცინება ხოლმე არაცნობიერი ნეტა რას ამბობს ამით, კოლექტიური არაცნობიერი, რომ ხშირად ადამიანები შემთხვევით ასე ვთქვათ, შეცდომით შვილებს აჩენენ ხოლმე. და მე შეცდომა იყო ესო, რაღაცა ისეთ ამბობენ და იმ გულში მეცინება, რომ სამყაროს დაბადებას იმეორებს ეს ფრაზა იქ. აი ამ შეცდომამ რამხელა რაღაც შექმნა, ახალი სამყარო წარმოქმნა, ხო? და სიტყვა შეცდომა ჩემთვის არის ძალიან საინტერესო და ეხლა ვიდეო თამაშს რო ვავითარებ, იქ სახელში ჩავდე შეცდომა პირდაპირ, ჩავაქსოვე და სტუდია გეიმინგის და თამაშის, რომლიდანაც ასე ვთქვათ იწარმოება ეს თამაში, იმას საერთოდ პირდაპირ შეცდომა ქვია, Error 404 დავარქვი. თამაშების სტუდიაა. ხო, და ასევე მინდა გითხრათ. და კი ბატონო. აუცილებლად შეცდომაზე ცალკე ჩავწერ ვიდეოს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ახლა აგვისტოში გამოვა ჩემი ფსიქოშემეცნებითი კურსის ვიდეო ჩანაწერი, რომელიც აიტვირთება ვებსაიტზე და ვისაც სურვილი ექნება შეძენის და თანხას ჩარიცხავს, ვებსაიტზე შევლენ და დაესწრებიან და მოისმენენ. აღარ დაჭირდებათ აუცილებლად ჩემთან აბაშიძის 4-ში სიარული. ერთი სხვაობა ის არის, რომ იქ ესე კითხვებს და ინტერაქციას ვერ მოახდენთ. მაგრამ მაინც მეგონი სასარგებლო კურსი იქნება, ხო? ვისაც არა აქვს საშუალება რომ იაროს, იქ თქვენ გრაფიკზე როცა გნებავთ, როცა გექნებათ დრო შეხვალთ, მოისმენთ. და სავარჯიშოებიც არის იქ. ჩავწერე სავარჯიშოებს, მოკეთ მალე გამოვა. ერთი ის მაპკოლებდა რომ რაღაცა თეთრი ფონი მაქვს უკან. ხო და მე თვითონ ეს თამაშების კურსი რო ავიღე, დაჭმიჭნული ზეწარი უკიდია უკან ამ კაცს. და მივხვდი რომ არა უშავს რა, თეთრი ფონი შეიძლება რაღაცნაირად ხდება თვალს, მაგრამ თავარი ის არის რაში ნარს ვსაუბრობ, ხო მართალია. აქაც ესეა ეს დაჭმიჭნული ზეწრის ფონზე ისეთებს ასწავლის ეს კაცი, რომ ნამდვილად ღირდა მისი კურსის შეძენა. რაც შევიძინე თქვენი დახმარებით და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. ესეც მეორე გრძელვადიანი შედეგი, რომ ადამიანი რაღაცაით შეიძლება ადაპტირდეს შეცდომასთან. კიდე გამახსენდა შეცდომის ერთი საინტერესო თვისება. რაღაცა ვიდეო იდო, მოცეკვავეებს ჰქონდათ შეჯიბრი, თუ არის ხოლმე შეჯიბრი და წყვილებიც ეკავდნენ ტანგოს მე მგონი. და რაღაც ნომრები ეკეთათ რა. ვიტყვი ახლა და კურსზე ყველაფერს. მადლობა კითხვისთვის და დაინტერესებისთვის. ხო და ცეკვავენ ახლა ყველა მაგრა ცეკვავს, ხო, იქ რაღაცა კონკურსი იყო და ცეკვავდნენ და ერთ-ერთი წყვილის ახარ მახსოვს გოგონა თუ ბიჭი რაღაცნაირად წაიქცა. ანუ შეეტყო, რომ შეეშალა რა, შეცდომა დაუშვა. მაგრამ იქიდან ისე წამოდგა და ისეთი იმპროვიზაციის უნარი გამოავლინა და ისეთი სილამაზე იყო, რომ ზუსტად აი ეგ რილსი გავარდა. ის დანარჩენი ყველა მოცეკვავი, რომელსაც უბრალოდ კარგად იცეკვეს, ძალიან კარგად იცეკვეს, ხო, დაიჩრდილნენ ყველა. იმიტომ რომ ამ წყვილმა შეცდომა დაუშვა და მე აჩვენეს უნარი, აი ამ შეცდომიდან როგორ ამოსულიყვნენ ძალიან კრეატიულად, ლამაზად და პროფესიონალიზმი ზუსტად მან გამოჩნდა მათი. ხო და ეს გავარდა, მილიონობით ნახვა დააგროვა და იქ ჩვეულებრივად კარგად ვინც იცეკვა, უბრალოდ კარგად იცეკვეს. აი ესე ვაფასებ მე შეცდომებს. და არა მხოლოდ მე. ეხლა კურსს რაც შეეხება, კურსი შედგება, ესე იგი 10 ლექციისგან. თუ სწორად მახსოვს, იმიტომ რომ 1-2 თვის წინ ჩავწერე, მაგრამ წესით 10 უნდა იყოს, იმიტომ რომ ფსიქოშემეცნების კურსზე ასე არის. და საკითხები შემდეგია, ესე იგი 7 ძირითადი კონტაქტის სტილი, რაც ადამიანებს ახასიათებს და ამ სტილში რო არ გაიჭედოთ იქიდან გამოსვლის ვარიანტები, იმიტომ რომ ერთი და იგივე სტილის დატრიალება ნევროტულია და ნელ-ნელა წარმოქმნის მერე გაუცხოვებას, უკონტაქტობას და 1000 სხვადასხვა სირთულეს. აქაც საკითხი დოზაშია და თითოეულ ანუ თავში, აი პირველი თავი, მეორე, მესამე მთლიანად დრო ეძღვნება იმ ერთი კონტაქტის სტილის აღქმას, გაცნობიერებას, რა აქვს სიმპტომები, რა აქვს მახასიათებლები, პლუსები რა აქვს ცხოვრებაში და მინუსები რა აქვს. და ესეთი არის 7 რა.
ანუ 7 ძირითადი კონტაქტის სტილი არის. ან გნებავთ დაცვის მექანიზმი ძველმოდურად რო გითხრათ, გეშტალტ თერაპიაში. ეს არის კლარკსონის ციკლ კონტაქტის მიხედვით გაკეთებული. ეს კურსი ალბათ გამოადგებათ იმათაც, ვინც ახლა გეშტალტ თერაპიას სწავლობენ, იმიტომ რომ მე მახსოვს, რომ არაჩვეულებრივად გვიხსნიდნენ ამ კლარკსონის ციკლ კონტაქტს. მაგრამ სულ ფიქრობდი, რომ ნეტა ჩანაწერი მქონდეს მეთქი, ახლა რასაც გვიხსნიან, რომ ერთი სამჯერო მოვისმინო, უფრო გავიგებ რა. მახსოვს, რომ იყო მომენტი, რომ გავიჭედე მანდ, როგორც სტუდენტი. არ იყო ადვილი აღსაქმელი, ამხელა ინფორმაცია, კი, რამდენიმე ლექცია და მე ტრენინგები და ყველაფერიც ჩატარდა, მაგრამ სულ სხვა, როდესაც ესე ცოცხლად ახსნილი, შეიძლება ჩანაწერი გედოს და რამდენჯერმე მოусმინო, რაც ვერ გაიგე, ზუსტად იქ დააპაუზო და რამდენჯერმე დააკვირდე, რას ამბობს ტრენერი. ამიტომაც ეს პირველი 7 თავი გამოადგებათ იმათაც, ვინც გეშტალტს სწავლობს, იმათაც, ვინც ფსიქოლოგიას სწავლობს და უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აინტერესებს თავის შეცნობა, რომ გაიგონ, აი რომელი სტილით ვეკონტაქტები სამყაროს. აი ჩემთვის მაგალითად მე ძალიან სასაცილო ისტორია მაქვს ამაზე. პირველ წელიწადს რომ მოვჩი და მეორე წელიწადი უნდა დამეწყო, გაისმა ესეთი კითხვა რა, რომ აბა როგორ ფიქრობთ ახლა, რომელ კონტაქტის სტილში ხართ ხოლმე? და ჩემმა ყველა კურსელმა იცოდა რომელ კონტაქტის სტილში იყო, მე არ ვიცოდი. ხო და გაკვირვებული დავდიოდი და ვამბობდი, ვერ ვხედავ რომელ კონტაქტის სტილში, არ ვიცი, ვერ ვხედავ, აი ესე ვაკეთებდი რა. და მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს ვერ დანახვა არის ერთ-ერთი კონტაქტის სტილი, ამიტომაც ვერ ვხედავდი. და მე იმდენს ვიცინოდი ამას რომ ვიხსენებდი, როცა უკვე აღვიქვი, რომ თურმე მე აი ნომერი მეორე კონტაქტის სტილი მაქვს, რომელიც ნიშნავს თვალის არიდებას. თვალის არიდება რას ნიშნავს, რომ ვერ ხედავ, ხო? და პირდაპირ ლაპარაკობდა ჩემი თავი, რომ აი ეს მჭირს რა, ეს არის ჩემი კონტაქტის სტილი, მაგრამ არ ცნობიერდებოდა. და ესე მიყურებდნენ ჩემი კურსელები, დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცოდნენ რა კონტაქტის სტილი მქონდა რა. ნუ პირველ წელს ეს ვერ დავინახე, იმიტომ რომ ამავე კონტაქტის სტილის მიხედვით დანახვა ჩემთვის რთული იყო. მაგრამ მეორე მხრივ მაგავე კონტაქტის სტილს ახასიათებს, რომ თუ დაინახე და დააფოკუსე და სცადე, ძალიან კონცენტრირებული მზერა გიხდება. ნახეთ როგორი ორმაგია. ერთის მხრივ ხო ეს ახლა ვერაფერს ვერ ხედავ თითქოს და თუ დააკონცენტრირე და შეხედე და დააკვირდე, იმაში ჩაძვრევ, სულში ჩაძვრევდი და ისე დაინახავ რა. ეს ორი ის მაქვს. პოლუსი ამ კონტაქტის სტილიდან გამომდინარე და ამისი ცოდნა ძალიან საჭიროა თუ რომელ კონტაქტის სტილს იყენებ, იმიტომ რომ მე უკვე იცი რა არის სირთულეები, რაც შეიძლება შენ ცხოვრებაში წარმოიქმნას, წინასწარ იცი ამ კონტაქტის სტილიდან გამომდინარე და ასევე რა არის შენი ნიჭები, იმიტომ რომ ამათ ყველას მოყვება ნიჭი გვერდით. მაგალითად, ჩემს აი ამ კონტაქტის სტილს მოყვება ესე იგი ცალკე იუმორის გრძნობა, ირონიის უნარი, დისტანციის აღების უნარი, რაღაც როგორ გითხრა, ფანტაზიის დიდი უნარი და ასე შემდეგ რაღაცები მოყვება, კრეატივი. არის სხვა კონტაქტის სტილები და იმათაც უნარები მოყვება. და ასევე მე ეს როცა იცი, შეგიძლია რომ აქედან გამოხვიდე ზოგჯერ. და ეს ჯერ გამოიწვევს იმას, რომ დაისვენებ, ძალიან დასასვენებელია. წარმოიდგინე, სულ ერთი და იგივეს რო აკეთებ და უცებ რო გაჩერდები და ისვენებ, ხო, მაგარი გრძნობაა და ესე არის ჩვენი კონტაქტიც და კომუნიკაცია. სულ ერთი და იგივეს რო აკეთებ და ასე ფუჭდება ხოლმე ურთიერთობები. კონტაქტის სტილში გაიჭედებიან ადამიანები, ატრიალებენ ერთი და იგივე კონტაქტის სტილს. აი არ გქონიათ, რომ ადამიანს ეკონტაქტები და ზუსტად იცი რას იზავს. უკვე აღარ შეგიძლია რა, იცი რომ ამას გეტყვის, მე შენ ეს უნდა უთხრა, მე იმან ეს უნდა გიპასუხოს, მე შენ ასე უნდა უთხრა და მე შედეგი და ეს ტრიალებს და შეიძლება ყოველ ახალ შეხვედრაზე ფიქრობდე, რომ აი ხა შევხვდები და სხვანაირად ვიზავ, მაგრამ ისევ იგივე ხდებოდეს. ეს ხდება ხოლმე ძირითადად მშობლებთან, შვილებთან, აი ხშირი კონტაქტი ვისთანაც გვაქვს, გაიჭედება ხოლმე კონტაქტი ერთი და იგივე სტილში. და ამ კურსს ვინც შეიძენს და მოისმენს, მან მაგასაც ნახავთ. როგორ შეიძლება მაქედან ძალიან კრეატიულად დაუსხლტე მაგ სიტუაციას და გამოხვიდე კონტაქტის სტილიდან და გახდე სპონტანური და ავთენტური. სავარჯიშოების ნიადაგზე იქ ყველა ის თავის მერე მაქვს სავარჯიშო. და რა არის ბოლო 3 თავი? პირველი 7 ვთქვი, ხო, ეს 7 კონტაქტის სტილია. სხვადასხვა. ბოლო 3 თავი ეძღვნება, სხვათა შორის მეტნაკლებად ეყრდნობა ერიკ ბერნს, თუმცა ეგ ტერმინები გეშტალტშიც არის.
შინაგანი მშობელი, შინაგანი ბავშვი და პიროვნული მე, ესეა. და ერიკ ბერთან ეგ არის ეგომდგომარეობები, ანუ რომელი ეგომდგომარეობიდან საუბრობს ადამიანი, მშობლის, შვილის თუ დასრულის. და ამის განსაზღვრაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგალითად მეცნიერულად გამოკვლეულია, რომ შვილის ეგომდგომარეობაში დიდხანს ყოფნა საკმაოდ დესტრუქციულ შედეგებს მოიტანს ცხოვრებაში, ხოლო მშობლის ეგომდგომარეობაში დიდხანს ყოფნა სიხარულს და ბედნიერებას გამოაცვლის ადამიანს, ხოლო დასრული ადამიანის ეგომდგომარეობაში ყოფნა კიდე განაპირობებს შედეგებს, საქმის წარმატებით დახურვას, მოლაპარაკებების კარგად წარმოებას, ურთიერთობების ნორმალურად წარმოებას და ასე შემდეგ. ანუ ამისი ცოდნა მე რომელ ეგომდგომარეობაში ვარ უფრო ხშირად მეხმარება, რომ ცნობიერად გავიწონა სწორო თავი. და რომელ ეგომდგომარეობაშიც არ ვარ ხოლმე, ვივარჯიშო და იქაც გადავიდე. და როდესაც უკვე სამივე ეგომდგომარეობაში მე დავქრივარ, მე შესაძლოა უკვე უზნაძეს ვიტყვი ახლა, განწყობა მაქვს ჩამოყალიბებული და სიტუაციურად ფიქრიც აღარ მინდა, თავისით პასუხობ იმ ეგომდგომარეობიდან, რომელიც აქ ამჟამად არის ოპტიმალური. აი ეს არის ბოლო სამი თავის, ასე ვთქვათ, შინაარსი და მანდაც არის სავარჯიშოები მოცემული. შესაბამისად, ხა თუ ადამიანს წყურია თვითგანვითარება, თვითშემეცნება, საკუთარი თავის გაცნობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ შეიძლება მთელი ცხოვრება ისე იცხოვრო. აი ესე ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ აი ვერ შევხვდი ისეთ ადამიანს ცხოვრების მანძილზე, აი ამდენი ხანია ველოდები და ვერ შევხვდი იმას, ვის იქნებოდა ესეთი და ისეთი, აი მე როგორიც მინდა, ვერ შევხვდი. და ამ ნათქვამში მე იცით რას ხედავ ხოლმე, რომ მე ჩემი თავი ვერ გავიცანიო ამბობს. იმიტომ რომ ეს წყურვილი გარეთ მიმანიშნებს, რომ იგივე წყურვილი არის შიგნით. წინა ლაივში ვისაუბრე, რომ ჩვენ შინაგან სამყაროში რა ხდება, იმას გარეთ ვაფრქვევთ. ასე რომ ეს ორმაგია კი, მესმის შესაძლოა გარეთ ვერ შეხვდა იმ ადამიანს ჯერ, ვინც ასე წყურია და სურს. მაგრამ ეს ასევე მიანიშნებს, რომ საკუთარ თავში ვერ შეხვდა ჯერ საკუთარ პიროვნულ მეს იმ ნაწილს, რომელიც ასე წყურია. ოღონდ ეს არ ცნობიერდება. ანუ გარეთ რაღაცა ძალიან დიდი დაძაბულობით რომ მიდის ძიება რაღაცის, ნიშნავს რომ შიგნითაც მიდის ეს ძიება, ოღონდ თუ არ ცნობიერდება, ძალიან გაჭირდება. ხო და შესაბამისად როგორ შეიძლება საკუთარ თავს შევხვდე, ხო? მისი შემეცნებით ნელ-ნელა. თან ეს ყველაფერი არ არის რაღაცა, აი მათემატიკური თუ გინდათ ფიზიკის რაღაცა მდგომარეობა, რომ აი ავიღე წყალი დავლიე. ეს ძალიან ნათელია რა გავაკეთე, ხო? არამედ ეს არის პროცესი. და ერთი იგავი მახსენდება აღმოსავლური, არაჩვეულებრივი იგავი, ოღონდ ამ იგავის ასე ვთქვათ, აღქმა და გაცნობიერება არც ისე ადვილი იყო თავიდან რომ წავიკითხე, ვერც კი მივხვდი რაზე იყო საუბარი და ესეთი იგავია, რომ ერთი კაცი მიდიოდა გზაზე, მარჯვნივ იყო დიდი კედელი აშენებული და კედლის იქით ისმოდა მდინარის ხმა. და ამ კაცს მოწყურდა ნელ-ნელა წყალი და ესმის რომ კედელს მიღმა არის მდინარე. ნახეთ, ეს არის მდგომარეობა, ეხლა ეს აი რომ დავაპაუზო იგავი. როცა ადამიანი ხვდება რომ ცხოვრობ კი, მაგრამ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი მაკლია. წყურია რაღაც. შეიძლება ჩიხში ვგრძნობ ეხლა თავს. აი რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაფერი მიმდინარეობს, რა ვიცი, დილას ვდგები, არ ვიცი, ვმუშაობ, საუზმობ, მივდივარ, მოვდივარ, მეგობრები მყავს, შეიძლება შეყვარებული მყავს, ან ქმარი მყავს, თუ ცოლი მყავს, შვილები, ყველაფერი შეიძლება აქ არის, მაგრამ რაღაცა არის, რომელიც არ მაქვს. და წყურია და ვიტანჯები რა. აი ეს არის ეგ მომენტი მაგიგავში, რომ მოწყურდა და ესმის წყლის ხმა, მაგრამ კედელს მიღმა არ არის იქ. და იგავი ნახეთ როგორ ვითარდება. ეს ნელ-ნელა ეს კაცი ჯერ აფოფხდება ამ კედელზე, მაგრამ კედლიდან ქვევით ვერ ჩავა. ძალიან მაღალია ეს კედელი და იქ წყალთან ვერ მიდის მაინც. მე მიუყვება ამ თვითონ კედელზე მიცოცავს და თან ამ წყალს ახლა უკვე უყურებს. ხმაც უკეთესად ესმის. ხა ფიქრობს რა გავაკეთო და ერთი ცალ კენჭს გამოაძრობს ამ კედლიდან. ხო, ქვების არის ეს კედელი და კენჭს გამოაძრობს, გადააგდებს და ახლა ჭყაპუნის ხმას გაიგონებს და უყურებს ისე. ნახეთ და აი აქ თავდება იგავი, რომ ეს ესე გრძელდება. მე შეგიძლია შენ დაასრულო, რომ ერთ დღეს შეიძლება შევიდა ამ მდინარეში და დალია, მაგრამ ეგ იცით რა მომენტია დიდი ალბათობით, როცა მოკვდება. ანუ სიკვდილის მომენტი არის ეგ, თუ მივიდა იმ მდინარესთან, მაგრამ მეორეს მხრივ მთელი გზა არის იქ.
ხან ხმა ესმოდა ნახე, მე აცოცდა, მე დაინახა, მე კონტაქტში შევიდა, კენჭი ჩააგდო, ანუ უახლოვდება ამ მდინარეს რა. ხო და ეს სიკვდილი შესაძლოა სულაც არ არის ფიზიკური სიკვდილი და ეს არის ის მეორედ დაბადება, რომელზეც არის ხოლმე საუბარი. თუ შევიდა იმ წყაროში, ეს გაერთიანდა, გამთლიანდა პიროვნება, მაგრამ რატომ თავდება შუაში იგავი? რატო არ არის ეგეთი happy end-ი, რომ აი всё, შევიდა წყალი დალია, დაბედნიერდა და წამოწვა იქ არ ვიცი და ჭრდილში დაისვენა. ესე არ მთავრდება, იმიტომ რომ გაჩვენონ, რომ აქ არის გზაზე საუბარი და არა სტატიკურ შედეგზე, რომელიც დადგა. აი ეს არის ზუსტად აღმოსავლური სიბრძნის განსხვავება რა დასავლეთში happy end-ი ყველა სჭირდება რაღაცად დაგვირგვინება ჭირდებათ და იქ გაჩვევენ რომ ღიაა ეს პროცესი და მთელი ცხოვრება მიმდინარეობს და აი აქ ადრე მკითხეს ახლა მახსენდება რომ აი გეშტალტები დახურეთო გეშტალტ თერაპევტი რო ხართო ესეთი კითხვა ინტრიგნული კითხვა დამისვეს და მეოთხარი პროცესში ვარ მეთქი რომ დავხურო უკვე მესმოდა ეგ რომ არაფერი არ დამიხურია, მაგრამ თვითონ პროცესი განსხვავდება. როცა პროცესში ხარ რომ დახურო, სხვა არის შენი ცხოვრება და ის კაცი რომ ესე მიდიოდა და კედელს მიღმა მდინარეს აიგნორებდა და სადღაც ოდესღაც რო ხმა ესმოდა, ხო ის სხვა ეტაპი იყო მისი ცხოვრების. და ნახეთ მოწყურდა რა. ან დადგა დისკომფორტი. არ შეიძლება მაგ მდინარის დაიგნორება. მაგისთვის არ გაჩენილა ადამიანი რომ აიგნოროს და ასე იაროს ზურგშექცევით მდინარისგან. სიმბოლურად რო ვისაუბრო. ხო და ესე მოკლედ პროცესის დაწყება მნიშვნელოვანია. ეხლა რესურსები არის სხვადასხვა. თერაპია, ეხლა ჩემთან მაგალითად 1 საათი გრძელდება დაახლოებით უფრო 50 წუთი. ხო და ღირს 100 ლარი. და კვირაში ერთხელ მაინც უნდა იარო, რომ სერიოზულად მიუდგე შენ თავს, ხო? ან რაღაცა განმეორებადობით უნდა იარო, აი თვეში ერთხელ, თვეში ორჯერ, არ ვიცი, ხო? და ეს საკმაოდ დიდი რესურსია მე მესმის. მეორე ხრი მეც არ შემიძლია უფრო ქვევით წავიდე, იმიტომ რომ ჩემი რესურსიც მიდის და ძალიან ასე ვთქვათ დიდი დრო, ენერგია, არ ვიცი, მონდომება და ასე შემდეგ არის ჩაქსოვილი, რომ მე შევძლო და ჩავატარო ის 1 საათი. ესეც დიდი შრომა არის უკან. შეიძლება ესე არ ჩანს. თითქოს ესე ვზივარი გაღიმებული, მაგრამ არ არის ეგრე და ოკეი, ეს დიდ რესურსს მოითხოვს. მეორე ხრი ხა ეს ფსიქოშემეცნებითი კურსი, სადაც ასევე შეიძლება პროცესში იყო. არ არის აუცილებელი, რომ ეგრევე, ვთქვათ, რა რესურსიც აქვს მოკლედ ადამიანს. აი შეიძლება ოთახში იჯდეს და 2 ცალი კენჭი ედოს მაგიდაზე და იმ 2 კენჭით შეეძლოს, რომ პროცესში მაინც ჩაერთოს თვითგანვითარების ვერ წაგართმევენ ამას რა. ეს არის რაღაც ისეთი ხელშეუხებელი ადამიანში და თავისუფალი, რომ აი რა რესურსიც არ უნდა იყოს, სადაც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა აკეთებდე, სულ რაღაცა მოიძებნება თუ კრეატიულად მიუდგები, რომ გამოაღვიძო შენ თავში ეს მხარე ნელ-ნელა. ასევე გთავაზობთ ფსიქოშემეცნებით კურსს, რომელიც აი ესე ვებსაიტზე განთავსდება. და ღირს, ეხლა ზუსტად აღარ მახსოვს სხვათა შორის თანხა რა ღირს. მგონი 300 ლარად მაქვს დადებული, ზუსტად არ მახსოვს. რამდენიმე უკვე გავყიდე, მოკლედ პრესეილი მაქვს გაკეთებული, იმიტომ რომ დიდი მოთხოვნა იყო ამ კურსზე და თუ არ ვცდები 300 ლარი იყო, ან 250, მე გადავხედავ და ზუსტ ფასს გეტყვით და ამ 10 ცალ ასე ვთქვათ, ლექციას გახსნით თავის სავარჯიშოებით, მედიტაციებით და ბევრი რამით. ასევე არის საშუალება, რომ შეიძინოთ თვითშემეცნებითი დღიური ცხადგრძნობის, ესეც გეშტალტს ეფუძნება, ჩემი საავტორო არის, ყველა სავარჯიშო ჩემი მოფიქრებულია. ეგენიც ისევ კონტაქტის სტილებს ეფუძნება და ისევ ეფუძნება შინაგან მშობელს, შინაგან ბავშვს და პიროვნულ მეს. ეს უკვე 100 ლარი ღირს, ანუ შეგიძლიათ ახლა ზაფხულიათან შეიძინო ერთჯერადად ეს ფერადი ლამაზი დღიური, დაждდე და დაახლოებით 1 თვე თვენახევარი მოუნდები ნელა თუ წაყვები და მე გირჩევთ რომ ნელა წაყვეთ. იმიტომ ყველაფერი ჩქარა არის დღეს და ალბათ ნელა ჯობია. ხო და აი ამ მუშაობის პროცესსაც შეიგრძნობთ. მოდი სხვანაირად დავარქმევ ცეკვის ან თამაშის პროცესს, რომ სულ მუშაობა არის და ეგეც პოლუსია უკვე. და ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ ბარბარა პომპეს ბარათები, ეგეც დაახლოებით იგივე ფასია, 90 ლარი. და თუ არც ამის საშუალება არ არის, კიდე არის აქ გამოსავლები.
მაგალითად 50 ლარად ელექტრონული ვერსია, რომელიც შეგიძლიათ ან თქვენ თვითონ ამობეჭდოთ შავ-თეთრად მერე, ან უბრალოდ რვეული დაიდოთ და ის სავარჯიშოები რაც იქ არის მოცემული რვეულში გააკეთოთ. და საბოლოოთაც იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია ეს საქმე და არ არის მხოლოდ საქმე, რა თქმა უნდა. და მინდა გითხრათ, რომ ზოგადადაც მარტო ჩემთვის არა, ფსიქოთერაპია მხოლოდ საქმე არ არის, ან მხოლოდ ბიზნესი. იქ რაღაცა ძალიან ესეთი ეთიკურად ძვირფასი და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს ადამიანური და ამიტომაც მშრალად მხოლოდ საქმე ვერ იქნება. თუმცა რა თქმა უნდა საქმეა, ამიტომაც ვიღებ თანხას. მაგრამ აქვს რაღაცა სხვა ნაწილი მოუხელთებელი, რომელიც ძალიან ძვირფასია და ამიტომაც სექტემბრის ბოლოდან განახდება ღია საუბრები, სადაც ასევე მიდის თვითშემეცნებითი პროცესები ფსიქოლოგიური კუთხით, ოღონდ დასწრება თავისუფალია. იყო თავისუფალი, არის და იქნება. და თუ არ სხვა არაფრის საშუალება არ არის, აი მანდ კი ნებისმიერ წერტილში, ფინანსურ წერტილში ყოფ ადამიანს შეუძლია რომ მოვიდეს. ეს მინდოდა მეთქვა. მესამე ფობიას აღარ შევეხები, იგივეა, რაც შეიძლება რომ ითქვას, იქაც მიჩვევის და იქაც ადაპტაციის და გამკლავების უნარების ამაღლებაზეა საუბარი და შემდეგ ეს როგორ ზემოქმედებს ცხოვრებაზე. ნებისმიერი დისკომფორტი, რასთანაც კანს გაისქელებს შედარებით, მერე შეგიძლია უფრო თავისუფალი იყო და სპონტანური თუ რას უპასუხებ მას. და ის აღარ იქნება შენი უფროსი და მმართველი. და სანამ პირობითად სირცხვილის გრძნობაზე მუხლებში მაკანკალებს, ყველა სიტუაცია და ყველა გარემო და ადამიანი, ვინც ჩემში სირცხვილს აღძრავს, მე მმართავს და ჩემი უფროსია. აი ამის თქმა მინდოდა დამიკავშირდით პირად მესიჯში, დღიური ვისაც უნდა შემიძლია ასევე ჩაგწეროთ წინასწარ იმაზე ფსიქოშემეცნებითი კურსი რომ გამოვა და რომ გამოვა და ვებსაიტზე დაიდება, მოგწერთ. რომ თქვათ არ გამოგჩეთ რა, ესეც შესაძლებელია. და ნებისმიერ სხვა საკითხზეც შეგიძლიათ მომწეროთ. მე ხა ვაპირებ, რომ აგვისტოში გავაკეთო ერთი კვირა, ერთი უფასო კონსულტაცია ნებისმიერი მსურველისთვის. ერთი კვირის მანძილზე ასე მოვიქცევი. უბრალოდ 5 დღე გამოდის, 5 სამუშაო დღე და უბრალოდ რომ ადამიანმა თქვათ გამოსცადოს როგორია ეს კონსულტაცია უსასყიდლოდ და შემდეგ არ ვიცი მოიფიქროს, მობილიზება გააკეთოს, ან არ მოეწონოს და გადაიფიქროს და ასე შემდეგ. ლამაზი დღე ყველას.